შეიძლება გონიათ, რომ უნაყოფობა მხოლოდ ქალური პრობლემებით არის გამოწვეული, მაგრამ ესე არ არის. მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო კვლევები ადასტურებს, რომ წყვილის უნაყოფობაში 35-40% მამაკაცის ფაქტორით არის განპირობებული. რა პრობლემა შეიძლება იყოს კაცებში? პირველი, სპერმის რაოდენობის შემცირება. მეორე, სპერმატოზოიდების მოძრაობის სისწრაფე. მესამე, სპერმატოზოიდების ფორმა და აგებულება. როდესაც არსებობს ეჭვი მამაკაცის უნაყოფობაზე, ან წყვილებს უჭირს დაურსულება, აუცილებელია ჩატარდეს სპერმოგრამის ანალიზი, რათა დადგინდეს სპერმის ხარისხი. სპერმოგრამის ანალიზის ჩაბარებამდე მამაკაცმა 3-4 დღით ადრე თავი უნდა შეიკავოს სქესობრივი ცხოვრებისაგან და მასტურბაციისაგან, 2-3 დღით ადრე უნდა შეზღუდოს ალკოჰოლისა და თამბაქოს მიღება. მინდა მოგცეთ პატარა რჩევა, როდესაც წყვილს აქვს უნაყოფობის პრობლემა, ეს თანაბრად ეხება როგორც ქალს, ასევე მამაკაცს, ამიტომ ერთმანეთის თანადგომა აუცილებელი პირობაა წარმატებული ორსულობის მისაღწევად.